26 წელია ყოველი წლის 9 აპრილს 1999 წლის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა გმირის საფლავზე მისი ოჯახის წევრები იკრიბებიან. ეკა ბეჟანიშვილი ტრაგიკულ დღეს 15 წლის იყო. 16 წელი მას რამდენიმე თვეში უსრულდებოდა. მთავრობის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ეკა მარტო მივიდა. მის მოსაზებნად წასულმა მშობლებმა შვილს მიტინგზე მიაკლიეს და მასთან ერთად შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიან აქციას. 8 აპრილს მასწავლებელთან რო წავიდა და დააგვიანდა, ჩვენც გავედით, ვიცოდით რომ იქ είναι საძებნელად და უყევით ჩვენც იქ. მე პირადად ვნახე ეკა, მაგრამ პატრიარქის რომ მოწოდების მერე დაიჩოქეთ რო გითხრა წერეთელმა, ჩვენც დავიჩოქეთ და მე უკვე არც აღარაფერი არ მახსოვს გადაგვიარეს. არიან მნახველები, არ ვიცი რამდენად მართალი ამბობენ რომ ქერათმიან ქალს შაგურემანი გოგო დააკლეს. მე ბეჭებში დამარტყეს, ეკას ფუძე გადაუტეხეს. დღის განმავლობაში ერთად ვიყავით თითქმის მთელი კლასი და მე დავიშალეთ უბრალოდ ციოდა კიდეც საღამოთი და ეკა სახლში მისულა ჩაუცვავს თბილად და დედასთან ერთად ისევ წამოსულა. ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო. მისი კლასელები ტრადიციას უკვე 26 წელია არ არღვევენ და ყოველი წლის 9 აპრილს დაღუპული მეგობრის საფლავზე ოჯახებით იკრიბებიან. სოფელი მოგვსმენ მცხეთაში, ხო და ერთხელ ახალი გაცნობილი ვართ, მეკითხება ბალი თუ გაქვს სოფელშიო და მეთქი კი მაქვს. ეს საუბარი ქონა არაფერი და მეორე მთელი კლასი ლაპარაკობს, შოთასთან მივდივართ, ბალი უნდა დავკრიფოთ. მოკლედ ერთ კვირაში მთელი ეს კლასი 30 ბავშვი თავისი მშობლებით ვიყავით ჩემთან მცხეთაში. ეხლა იქ ბალი რამდენი დაიკრიფა არ მახსოვს, მაგრამ გაი დროს გავატარეთ ეს მახსოვს. ფრანგულზე ვიყავით განაკვეთით ცალკე. ყოველთვის ხიარულად ვიყავით ეკა რომ მოვიდოთ, იმიტომ რომ რაღაც განაუზდელურად უბრალოდ ხავის ხუმრობა სიხალისე შემოქონდა. ეკას დედა ლალი ყანჩაველი, რომელსაც დღემდე დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, იმ საბედისწერო დღეს დაუდგენელი ნივთიერებებით მოიწამლა. 9 აპრილის სისხლიან ღამეს ეკას გარდა კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ქალები იყვნენ.